წაგიკითხოთ თქვენ იონე ოქროპირის სიტყვა ჯოჯოხეთში ტანჯვის შესახებ. რა არის ჯოჯოხეთი? რა მდგომარეობაა? როდესაც იქ მაგალითად წერია გენის ცეცხლი, დაუძინებელი მატლი, აი რას ნიშნავს? ძალიან კარგად გვიხსნის იონე ოქროპირი. ამბობენ, რომ იქ არის დაუსრულებელი ცეცხლი, სიბნელე, საკვრელები, მატლი, მაგრამ ისინი არა მარტო იმას აღნიშნავს, რასაც გამოხატავს, არამედ რაღაც სხვას, გაცილებით საშინელს. შენ რომ ამაში დარწმუნდე, უპირველესად ყურადღება ახლავე შემდეგ რამეს მიაქციე. თუ კი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარი, იქვე სიბნელე როგორღა არის. ხედავ, რომ იქაური ცეცხლი აქაურზე გაცილებით საშინელია, მას სინათლე არ აქვს. თუ კი იქ ცეცხლია, მაშინ განუწყვეტლივ როგორღა წვავს. ხედავ, რომ იგი აქაურზე გაცილებით საშინელია, იგი არ ქრება. ამიტომაც ეწოდება ჩაუქრობელი. მას წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, სიბნელეში მყოფი. ურიცხვი კვნესა ხვდებოდეს, კბილებს აღრჭენდე და არავინ შეისმინოს. თუ კი აქ კეთილშობილად აღზრდილი ადამიანი, რომელიც ციხეში მოხვდა, მხოლოდ სიმყრალის სუნთქვას, სიბნელეში ყოფნას და მკვლელებთან ერთად მოთავსებას, ყოველგვარ სიკვდილზე საშინელებად მიიჩნევს, მაშინ წარმოიდგინე, როგორია იწვოდე მსოფლიოს მკვლელებთან ერთად, ვერაფერს ხედავდე და ვერ გხედავდნენ. არამედ ესოდენ მრავალრიცხოვან ხალხში თავს მარტო სულად თვლიდე. მართლაც სიბნელე და უსინათლობა ჩვენს საშუალებას არ მოგცემს, თუნდაც ახლობლები ვიცნოთ. არამედ თითოეული ისეთ მდგომარეობაში იქნება, თითქოს მხოლოდ თვითონ იტანჯებოდეს. თუ კი სიბნელე ჩვენს სულებს თავისთავად აცბუნებს და ტანჯავს, მაშინ რა იქნება, როცა სიბნელეს ასეთი ტანჯვა და წვა მიემატება? ამიტომ გთხოვ, ეს მუდამ გვახსოვდეს და სიტყვებისგან მოგვრილი მწუხარება გადავიტანოთ, რათა სასჯელი საქმით არ გამოვცადოთ. ხოლო ეს ყველაფერი აუცილებლად შესრულდება და მათ, ვინც ჩაიდენს საქმეებს, რომლებიც იქაურ სასჯელებს იმსახურებს, ვერავინ დაიხსნის, ვერც მამა, ვერც დედა, ვერც ძმა, თუნდაც მას ღვთის წინაშე უდიდესი კადნიერება და უდიდესი ძალა ჰქონდეს. ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან, წერია ფსალმუნებში. თვით ღმერთი მიაგებს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით და მხოლოდ მათგანვეა შესაძლებელი ხსნაც და სატანჯოს მიცემაც. და მე გეტყვი თქვენ, ისხენით თავისა თქვენისა, მეგობარნი მამონაისა მისგან სიცრუვისა. მას დავემორჩილოთ, ეს უფლის მცნებაა, ჭარბის სიმდიდრე გაჭირვებულებს გავუყოთ, მოწყალება გავიღოთ, სანამ ეს ჩვენს ხელთაა. სწორედ ამას ნიშნავს, შეიძინო თავისა თქვენისა მეგობარნი მამონაისა მისგან. სიმდიდრე ღარიბებს დავახარჯოთ, რათა იქაური ცეცხლი გავანელოთ, რათა იგი დავშრიტოთ, რათა იქ კადნიერება გქონდეს. იქ ისინი მეგობრები კი არ მიგვიღებენ, არამედ ჩვენი საქმეები. ხოლო უბრალოდ მხოლოდ მეგობრების შეძენას ჩვენი ხსნა რომ არ შეუძლია, თვით დანართიდან ჩანს. მართლაც რატომ არ თქვა უფალმა, შეიძინეთ მეგობრები, რომ მარადიულ სავანეებში მიგიღონო, არამედ ისიც დაზინა. ეს როგორ უნდა გააკეთო, რომ თქვა მამონაისა მისგან სიცრუვისა. მან გამოხატა, რომ მეგობრების შეძენა ქონების მეშვეობით არის საჭირო და შთაგვაგონა, რომ მხოლოდ მეგობრობა ვერ დაგვიცავს, თუ კი ჩვენ კეთილი საქმეები არ გვექნება, თუ კი სიმდიდრეს მართებულად არ გავაბნევთ.
რომელიც უმართებულად შეგვიძენია. მოწყალების შესახებ ასეთი მცნება არა მარტო მდიდრებს ეხება, არამედ ღარიბებსაც. არავინ არ იფიქროს, რომ ღარიბი ვარ და არ მეხება მე ეს. ყველას ეხება მოწყალების გაღება. თუნდაც ვინმე სხვების სამადლოდ იკვებებოდეს. ეს მცნება მასაც ეხება, იმიტომ რომ არ არის ჭეშმარიტად არ არის არც ერთი ისეთი ღატაკი, როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს, რომ მას ორნი მწვლილნი არ მოეძევებოდეს. სახარებაში წერია, მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა. ძალიან მნიშვნელოვანი ერთეულია, ორი თეთრი რო ჩააგდოს ვინმემ, რაც შეადგენს კვადრატს. და მივიდა ამ დროს მდიდარი ადამიანი და ჩააგდო ოქროს ქისა, ოქროთი სავსე. ანუ ოქროს მონეტები ჩაუგდო გაჭირვებულს. და უფალი ეუბნება მოციქულებს, როგორ ფიქრობთო, ვინ უფრო მეტი მიცაო? ყველანი გაოცებულები არიან, ამან მთელი ქისა მიცა ოქროთი და იმან ორი ლეპტა, ორი წვლილი, პატარა ერთეული. ვთქვათ, 5 თეთრი რო ავიღოთ. უფალი ეუბნება, აი იმ ქვრივმა უფრო მეტი მიცაო. რადგანაც მდიდარმა ნამეტნავისაგან, ანუ თავისი სიმდიდრისგან უმცირესი მიცა და ქვრივს კიდე რაც ჰქონდა ის მიცაო. ანუ ქვრივმა უფრო მეტი გაიღო. შესაბამისად შესაძლებელია მცირედიდან მცირეს გამღებმა იმათ გადაამეტოს, ვისაც ბევრი აქვს და ბევრს იძლევა, როგორც იმ ქვრივის შემთხვევაში იყო. მოწყალების სიდიდე გაცემული ზომით კი არ იზომება, არამედ გამცემთა ნება სურვილითა და გულით ადობით. მას ყველგან საჭიროა ნება სურვილი, ყველგან ღვთისადმი სიყვარული. თუ კი ჩვენ ყველაფრის კეთებისკენ ღვთისადმი სიყვარული გვიბიძგებს, მაშინ თუნდაც ცოტას მქონენი ცოტას გავცემდეთ. ღმერთი პირს არ იბრუნებს, არამედ მცირესაც მიიღებს, როგორც დიდსა და არაჩვეულებრივს. იგი ჩვენს ნება სურვილს უყურებს და არა იმას, რაც კეთდება. თუ კი ხედავს, რომ სურვილი დიდია, მაშინ თავის გადაწყვეტილებასა და განაჩენს მასზე მიმართავს და გამღებებს მარადიული სიკეთეების მოზიარეებად აქცევს, რომლებსაც დაეყველანი ვეღირსოთ, მადლითა და კაცთმოყვარეობითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ილია მინიატისი გვიხსნის საუკუნო ტანჯვის სიმძიმეს როგორია. აი წარმოიდგინეთო სფერო, რგვალი ბურთი, რომელიც თქვათ იწონის 10 ტონას. ანუ თითეული წერტილი რომ ავიღოთ, თითოეულ წერტილზე ეს ბურთი, თქვათ, რკინის ბურთი რომ დავაყენოთო, თითეული წერტილიც 10 ტონას იწონის. აი წარმოიდგინეთ, აი რაღაცა დეტალი არის პატარა, ვთქვათ, წერტილი და არ არის განყენებული აი ამ მთლიანი სფეროსგან. არამედ რაც წონა აქვს, თითოეულ წერტილშიც იგივე წონას იწონის. ეხლა წარმოიდგინეთო თქვენ უსასრულობა, ჯოჯოხეთი, მთელი თავისი სიბოროტე, სადაც არ არის სიყვარული, არ არის სიხარული, არ არის სინათლე. ანუ რაც ადამიანს ანუგეშებს, რაც ბედნიერებას გვრის, არაფერი არ არის, არამედ სრული ბოროტება, ღმერთისგან სრული განდგომილი მდგომარეობა, სადაც კვნესა, ოხრა, ტანჯვა და აი ეს მთელი მარადისობა თავისი სიბოროტით, თავისი სიმძიმით, რაც არისო ერთი წამის გაელვებაში, რასაც განიცდი, წარმოიდგინეთ, განიცდი მთელი მარადისობის სიბოროტე ერთად რო ავიღოთ, ის სიმძიმე აქვსო ერთ წამის გაელვებაშიო. აი წარმოიდგინეთ რა უნდა იყოს.
მთელი 10 ტონა რო გაწვება, არა ვთქვათ დროში განაწილებულად, ვთქვათ დაგაწვა 10 კილო, დაგაწვა კიდე 10 კილო და ესე ნელ-ნელა ახვედი 10 ტონამდე. არა, არამედ თითოეულ წამის გაელვებაში მთელი სიმძიმე გაწვება. აი ეს არის ჯოჯოხეთი. წარმოიდგინეთ, არც წამია და არც წუთია. მთელი მარადისობის სიმძიმე ერთ გაფიქრებაში თლიანად გტანჯავს, მთელი თავისი სიმძიმით. მაგალითადო ჩვენ ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც მწუხარება განგვიცდია, რა ტკივილების განგვიცდია, ეს რომ ერთიანად აიღო და ადამიანს ერთ წამში თუ 10 წამში რო დააწვეს, წარმოგიდგენიათ რა იქნება ეს ტკივილი. ანუ კბილი რო გტკივა, როგორი წარია, საშინელება და მთელი ეს 2 დღის ტკივილები ერთად რო დაგროვდეს და ერთად რო შემოგიტიოს, ხო საშინელება იქნება გაუსაზლისი. ამიტომაც წერია კბილთა ხრჭენა. ანუ ვერ უძლებ კბილებს აღჭიალებ, მაგრამ არ კვდები. ასე რომ დღევანდელი დღე კიდევ და კიდევ შეგვაგონებს ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ მოწყალე ადამიანები. ნახეთ, ყველაზე უმცირესი რაც არის, ის მოთხოვა ღმერთმა. საშინელ სამჟავროზე იმას მოთხოვს კაცობრიობას. ყველაზე უმცირესი. ვისაც უთხრა წარვედით წყეულნო ცეცხლსამა საუკუნესა, რამე თუ მშიოდა და არამეცით მეჭამადი და ასე შემდეგ. იქ როგორ ეუბნება? სნეული ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხვედით შენ, არ მომინახულეთ. ის კი არა რომ არ განმკურნეთ მაგალითად საპყრობილიდან არ გამომიყვანეთ, არ მომინახულეთ. ანუ ნერვი არ შეგიტოკდა, თანაგრძნობა არ შეგიტოკდა, ხედავდი გაჭირვებულ ადამიანს, დაგდებულს, წაქცეულს, მაგრამ ერთი თანაგრძნობა არ გამოხატე. აი ამის გამო რისი ღირსი ხარ. ხედავდი მშიერს და პური არ მიეცი მას, ერთი ნაჭერი პური არ მიეცი. რისი ღირსი ხარ? ღირსი ხარ ცხონების ამის შემდეგ. შიშველს ხედავდი ადამიანს იყინებოდა და შენ 10 ტანსაცმელი ქონდა და ერთი არ შემოახვიე იმას. ერთხელ არ მიგიცია. ხედავდი იხრჩობა ადამიანი წყურვილისგან და ერთი ჭიქა წყალი არ მიგიწოდებია. ესეთი ადამიანი, ესეთი სასტიკი ადამიანი ღირსია ცხონების. რა თქმა უნდა, სახარება გვეუბნება, რომ არ არის ღირსი ცხონების, რადგანაც საერთოდ არ გააჩნია თანაგრძნობა, საერთოდ არ გააჩნია სიყვარული და ეს უსიყვარულობა მომდინარეობს თავისი მდგომარეობიდან, თავისი მოქმედებიდან, რომ არ მოიხვეჭა მადლი, თვითონ განეშორა ღმერთს. აი ამიტომაც ჩავარდა ამ მდგომარეობაში. ღმერთმა ყველა გადაარჩინოს, ყველა ადამიანი აი ამ საშინელ სატანჯველს და ღმერთმა ინებოს, უпроსწორად ღმერთს ნებავს, ჩვენ ვინებოთ, რომ ღმერთის მადლი როცა მოდის და გონებას გვინათებს და გვეუბნება, ესე მოიქეცი, შეინანე, გამოსწორდი, დღეს მართალია ძილი გინდა, მაგრამ ადექი ადრე და წადი ეკლესიაში, იქ დადექი, იქ მოისმენ ღვთაებრივ სიტყვებს, იქ განიწმინდები, იქ ეზიარები, შენთვის გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ შენ რო გაუთიშავ ბუდელნიკს და ტკბილზილს მიეცემი და ამოდიხარ 11 საათზე და თან ზიარებაც გინდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზიარება იქნება შენთვის შემწველი ცეცხლი, დაგწვავს. ამიტომ სინდისი, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, როგორც მსაჯული, როგორც გზამკვლევი, აი ამას უნდა მოусმინოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.